ვიწყებთ რეაქციას. დღეს მე ვარ ყოა. ყოას ანჩზე გავაკეთებ. ხეს. რატო გეწირია ხეს? ხეს. რა დღეს არ უკეთია მაგ ზავე ცოთვალები რო გავიგე. სპიძი რა გაგებული? შენგან ხელმარჯვნივ ესე უხდები გამისე yes volume up please. თვალ გითხარი დებილო. რომ გეუწეთ მას. დაიწყოს. ვაა მზად ვართ სათვალე ასე მეკითხე. შენგან ხელმარჯვნივ ეიო აპარაბიტო დავიწყოთ. დააწყებიო. ნიკი ზუგარეშოდ რა დაიწყებდნენ? ნიგი მყავს სლოუ მაინც მეგონა ინტრო მუსიკა ქონდა რომ შემოდიოდა. Walkout so walking so. როგორ ხასიათზე ვარ ერთი ხმაური რა როგორ წევია ერთი ყვაური. ბიჭო 1 კილო ხმაური. ეხლა მე ვიტყვი რაც სათქმელი იყო PvP flows სეზონს გარე ბეტლი პირველი რაუნდი MC შენგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური Yes, AS მომწონს. ვინა ანამდვილი MC ამას არ უნდა კამათი ნახე არის ჩემი სავიზიტო ბარათი მოდია გავიგოთ შენი ვის უნდა შურდას ერთი სიმღერა ჩაწერე ეგრევე კაკაბობი შმურდეს ქონოდა კეპი აქვევის როდი ჰაერში მილი rock on your block პირდაპირ სახეში რისკები ვიცი არ რჩება დროზე მეტი ფიქრის მაღალი ხარისხი არის ფორმულა წინსვლის ვერ გამაოცა იმან რაც მაჩვენე მიკი დაიგინე რომ ეს მარტომ დაწერე თუ აქ ყველა ჩაერია ჩემი ჰიპ-ჰოპი შენი სასტავის უხდა ჰაერია ნაშობა კატოძე რამე ხომ არ ამბერი ერთ ტრეკზე ნიკი მეორეზე მისტიკა დაეწია იმდეჯერ გირწყი რამდენის ბათუმში რუსია ვინმე თუ ამოჭრა ეს მებო იცოდეთ ფუსია ნეტავ დაეტოვათ კადრი ენების მუშტით ყლებაზრის როისები ბოლოს ყდები როგორც ბუშტი სიმაღლეზე ამბოდი მერე ნახიათ როცივა საკმარისი თოვლია სრიალი თომ გამოეკანო ჯიმა თვითონ მოტეხა ატკადი ჩაიდო ჯიბეში შმოტივით მაიკლას ატომარ ჩაუსწორე რაუნდი პროჭევით უაზრო ტექსტებით ხალისობს მარტო ჩემი კრუ ვინმე აქ შემთხვევით ხوار გონია ყრუ იგივე რომ მეკთა ჩემები მეტყოდნენ შუს ნეპოტიზმით იღიმოდით ამ გენგს ქვიათ სრუ ჰარში ხელები დაკნებეთ აუს ხალხის უთქვა სიცხეს გრავს უაზრო ყმედობას ვალებებ და აუს სამსამით ბევრი საქმე მაქვს თითიდან ნაწოვი ჭორები თემები ჩემი ფლოვას ჩახაშავს სათრობის სავსია საწყობი ღვადის უთქე ჩაკვიდე ჩამოდი ბადმანს ალკულტურას გვერდში ბედეგი ბნელში ნარო მერსი ზალა თუ ვიპოვე ისევ ჩემში საიფერი სტრეში ბაბილონ ბოიამ რიგებში სიცხეს არეზებ ჯიბეში ქაოსია სიმშვიდეში გიჟები მიგანან განა ბაზარი გადამაქვს არ ვარ მეზი მეცხო მადა მაქვს მრავალი სტილი სტამინას ქილი შამანის მანა მაქვს აქედან მასალას გაგატან სასავი სადარხად მატრახი კამფეტი რომივით მომაკ ორივე თანაბრად შენივე სიფადი აუ უცბად. ბარემ შევუწყვეტ ძალად რო არ უყუროთ რა. ერთ კომენტარს გავაკეთებ რომ რაც შევამჩნიე ძალიან ზედმეტ მარცვალს ტენის ლაინებში და არ ყოფნის მერე. ბიჭო მეგონი პროსტა რთული შესაძლებელია ამ სიტუაციაში. ხო, შეიძლება ეგეც იყოს. არა მგონია რომ ეხა ისე კონდეთ დაწერილი და ანუ რომ მიხვდებოდა რომ ზედმეტ ნაცვლი კონდეს ამას ეგრე არ იქნებოდა დაწერილი რა. მგონია შესრულების მომენტში შეიძლება იჭითება ეგრე. მაგრამ ახლა შედაბეჭდება ვამჩნიე რომ აი ძალიან ბევრი მართვალია ჩატენილი. ანუ 1-2 ჯერ რომ ლაინი გამოგივიდეს და მაგიტო ჩატენა კი ბატონო. ანუ ცოტა overload-ით არის ხო, ამ ზედმეტად რომ ანუ რიტმს რომ მიყვები რა, ხო მიყვები, კარგად და მიდიოდ და უცბად გიტეხავს რა. არა, მაგრამ მაინც საკაიფო რაუნდია მე. კი, არა, ჯერჯერობით ყველაფერი მოწოს, გავარძელოთ. ახლა ნეტავ რომ განახა ჩემზე მასალას აგროვებ ჭორების თანახმად მსგავსი გიჟი ვიზურგს უგან უნდა მიუშვა ჩინური დიმუში ვი გამოწერა მიაგი თიმუდან ჩემი ბლეკ სტარია მოუსწევ და თალებ კვალი შენი ბლეკ სტარია ვიღაც რუსი თათარი პროექტის გარეთ ფასი აქვს ნოლი მოყევი როგორ ჩაწერე ორი რუსული ალბომი აიჭარ წესავი ძმა ცუდი პარისა მარტივი გზა გამონახა ხო და გააჭვიტი მატისთან აგეთ მაიკლა იგი თოვლი უკან ლეტო უნდა შევაკეთო გენგი კონდიციონერია ჩავთო რეჟიმი ზიმალეტო შენ გიდო და ერთი მოგიმზადე რაღაც სხვა ბიჭებთან მოვედი სევდას დავადერვას რა რეპი თუ ბლოკია მაჟორიტარი ამუბლის ვინმე მაუხსენით ორი სირი ერთ არწივს არ უდრის ტიპი ტრეპშია მაგრამ ვერ ისწავლა მასმა ჰასლი საიდუმლოს არ გავცევით არც ფარსმა სპარსი სიცხემ თუ აუწია თერმომეტრი მივადოთ ჯერ უყურე ნარუტოს მერე დიდოს სტაცეც ვიბაზროთ საღო Yo
აი კიდეა ჯეორეფის ექიმი სახში დამჭა თეთრი პერანგი მე მოვიტანე ბაუნსის სტილი დაჯმა და სტენდაპი ნიკი ხან ერთ კლდეზე ავახან მეორედან ჩამოვა ნიმიტაკი ჟისტაკაია მაზეც გამოთქმა გამოვა მეცխო მიხდიან პესოს ტრაკი რომ ქონოდათ გეთქვათ კესო თქვენს არეულს მივხედავ ძმებო დღეს მე ვალაგებ ეზოს ქურთობაში ქართველი გჯობნის და ამღამა ბებერმა რაც გზნობ პრეპერობაში რომ გჯობნის DJ შეჩემა რაუნდ რო დავაპაუზეთ იმის მერე გაცილებით უკვე გავხვალ მოისე ეს მოდა თუ რა ხო ანუ უფრო საკაიფო მოსასმენი ნაწილი ძალიან საყო წოდა აკაპელა ნაწილი ძალიან ბიჭო ამაზე Young Mag-თან იყო რაც მაშინ და იცი ასამობდა რომ წერდიო ბიტზეო ბიტი ანუ ხო წერდა რა უნდა ბიტი რო ჩერდებოდა მე უფრო რაღაც საკაიფო წერდიო და იტყობა რომ მართლა ეგრეა იმიტომ რომ ბოლო ნაწილი ყველაზე საკაიფო ნაწილი იყო ძალიან საყო აი ძალიან კაი რაუნდი იყო ბოძო ბიჭო თან მართლა საყო დარწმუნებული ვარ რომ გაცილებით რთული შესაძლებელია იმ სიტუაციაში და იმ არეულობაში ხო თან ყველაფერი რა აირია კი და ბიჭო ძალიან ბევრი საკაიფო ჩატეხილი ფლოები ქონდა დეგენ აი საკაიფო მოსასმენი ფლოები ქონდა ბევრი ყოჩაღ და ერთი ორჯერ კიდე კაი wordplay გამოვიჭრია მაგრამ მე დამავიწყრა ანუ ვიდეო დამპაუზებინე მაგრამ მიუშვა კაი ქონდა ყველაფერი კი უეჭო თემატური იქ იმის ბელცე რო იყო ხო იცი რაღაცა ლაინები რო დაბლარეს რო არქოს და მაგაზეც გაუძრო და საკაიფო ლაინებიც ქონდა კაი wordplay-ები просто დაპაუზება არ მინდოდა რომ მე თქვა იმ მომენტში რუსულ თემაზე კარგად ხო ეგეც ლექსტარი იქ რაღაც რუსული ჯგუფი რეპერები სტიმატი რუსი მიაგიტემუდანო და მიაგიტემ ანუ ყოჩა კარგად თემატურად მოარტყა რა კი ზედმეტი და რაღაცა წყალი ფანჩები არ ყოფილა ანუ ორივე ნაწილი საკაიფოდ ქონდა თვითონ ბარებით და მოსასმენად საკაიფო იყო და კაი ფლოები იყო რომელიც მაგრამისი რავი ძალიან მართლა მაღალი დონე ის იყო რაუნდი საო აკაპელას მოუმზადებია ზმას სუე შეგვიძლია არ გიშვალისას გამოვში მზადვართ პირველი რაუნდი MC ერთ ზამ დაიწყებს რა ბიჭო ბნელა განათებაც არა აქვს და სათვალით გადაგიდე ბიჭო მე ახლა მაგაზე უნდა მეთქვა ეს იდეაში ტექნიკური ხარისხის გამო იყო შუქი რო ჩაუგრეს და რაღაც მაგრამ ბიჭო ამას უფრო კაი ვაიბი აქვს უფრო ბეთლური ვაიბი აქვს რა შუქებით სიადრო არა და თქოს ანდერგრაუნდში ხო ეგეთი ანუ თან ხმარად თავარია კარგადაა მაგრამ ანუ შესახედად უფრო ანდერგრაუნდ ვიდი აქვს რა ერთ-ერთი რაც ცოტა ნაკლებად ანდერგრაუნდ ხდის ის რომ სცენაზე არიან და ხალხი რო იზეა ანუ კონცერტის ვაიბი არ გინდოდა შენ ხო ანუ ერთ-ერთი ეგ ხდის არა ანდერგრაუნდს რო კონცერტივით ანუ კადრი რო იცვლება ხედავ რომ ხალხი უყურებს თორე ანუ ეს შუგი ჩამქროლი და ესეთი environment-ი რაღაცა უფრო საკაიფო შესახედია კარგია მოусმენთ აბა შემგან ხალმარცხნივ ბიტი საკაიფოა ხო ბიტი ძალიან საკაიფო თავიდან as always ძალიან მაგარი ინსტრუმენტარი პელე შენთან ფიტი არა ყლე ბიჭო პელე არა ყლე ბიჭო მოდი პირდაპირ ვიტყვი ეს ვითხარისი ღირსიც არის შევაფასოთ საქციელი როცა დამთავრდა ფინალია დმიტრა ვიძმა კაცოთ საქციელით ნაპოზარიეს ბანიმ რაც იკადრა ვერსებში არ ვიცოდიო მაგრამ როცა ბანის ვკითხებ როგორ შეაფასა იმ ხვერმა მიპასუხა რომ ზედმეტადაც კარგად თვითონ არ იყო დაკი ბანის პირით მელაპარაკა მე არ ვეძმა კაცები ესეთ ბოროტებს და უდრაგოს შენ შეყლეზე მკიდი ხარ საერთოდ კირას მოკითხვა შენ გახდი ბათუმელი საბედო ლეო დიკაპრიო შეტრაქში არავის გაერჯო ეს ყლეთა სამკუთხედი ლეოს უნდა დაეპყრო გოჩას უნდა კამბექი და დაბრუნება კამბექი გეკნება ბელე უკან დაგიდგება ან თუ გინდა იყოს ბანის სტრაფი გათავება ამ ოთხეულის კომბინაცია არ მბეზდება ვიცი რაზეც უნდა იყადაო შტერო ბათუმში ფინალი ბელეს სტამპეტი შემდეგი და არის მიდი მითხარი რომ ვარ ნაცი ხარი მისტიკასთან დუეტი თქვენ გენგს დავარქმევდი გეი ბენს მიდი იქ გვეშე პოზო შენი last dance მე არაზოს არ ვენ ტოპი დიღმელია მაიკელს ნახე Bitch me war Batman, tu mominda raga Me am gochas bice dawaqene praga Auxti mas pardas, dawaqene paktan Auxti gochas som damna shawe ads mastan Amati koshmariets dawadekit kartan Radom abetslaweb tam sulit wajartan Araperi saerto am DJ nabozartan Chemits magazin nekropili uguars tamashin tartan Bice khunit, shedis khuni Meki shemodi warisi ar minda kakuni Gocha khuni sauvida shishi suni Es arari kino mara me war mkhadruli თქვენ ხართ სამი ხ და იანგი არის ლეო 4 მამა კაცი ერთად წარმოება იქეო რომელია გიშყლეა გოჩა მეო სამორიშუა გამოვაო რეო ამ MPC-ს ვეთამაშები მაგრამ არ ვთამაშობ ამ მატრიცაში მეორნეო მალე დავხურავ შოუს პიფია მითხრა ცოტა ხანის მოიწმინე გავადრო ამ 4 აგენტიდან გოჩა არის ყველაზე ჩმო ჩემი flow თვალი
სუპერ ცვალებადი წვერი რო გაპარსო გოჩას დეა აბადი ტანზე ისე რა სახეზე უნდა პირბადე თუ დიდი პარასკევი და კვირადე ბავშვები არ გისმენ ეხა ცუდი ნიმუში ბავშვობაში ვერ წარმომიდგენი ხარ ჩხუბში შენგან საერთოდ არ მოდის კარგი იმპულსი ახლო კონტაქტი არ მინდა გავს ქათმის ვირუსი შენ ვერაზროს გადამწონი და ეს შეიგნე ხარ სუსტი ხასიათით მე შევნიშნე შენ ვერაზროს დატკეპნი იმას რაც ვიარე კასი ფაცოს მაშინ როცა სისუსტეს აღიარებს რაუნდი არა ერთი წუთი და ბოლოს იცი რა ხდება როცა ზავდება წყალი და ზეთი იცი არაფერი შეშტერო დეგენერატო ვიხტია ფერეს ნახე გივი ცეცხლი არა ყლე ბიჭო აი ეხა ჩავთავთ შემდეგ რაუნდს და ნახავს რა ზავდება და როგორ bro ბიჭო აი ხა არ მინდა რო თქვა მაგრამ რაუნდი არ წაუღია მაგრამ საკაიფო მოსმენი იყო ბიჭო არა კარგი იყო არა კი ძალიან საკაიფო იყო ძალიან ახლო იყო რაღაც რა გამომეტი ძალიან დამევასა ხო და თან მარცხლები რომ კარგად ქონდა რაუნდებაში კარგად წავიდა გაცილებით ბიჭო ნიკის თუ უმეტესად თუ საკაიფო მოსმენი რაუნდები აქვს ნიკის ერთადერთი რაც საკრიტიკიზებ არის პირდაპირ ფანჩები და უფრო რაღაც ფასიანი ლირიკა თორე ხო ეგ საკაიფო მოსმენი სულ არის ნიკი კი ქონდა ანუ ფანჩების ქონდა 1-2 მაგრამ იმდენი არ ქონდა რა არა 1-2-ზე მეტი ქონდა რაღაც კარგები ქონდა იქ ბიჭო იანგმაიგზე ლეო და იმაზე თუ გაუტრაგა იცი იანგმაიგზე კიდე რაღაც სიმღერა აქვს ლეო დიკაპრიოზე რაღაც ეგეთი რა მახსოვს ხო რაღაცა ის რო არის პაროდიას თქვენ სამი ხართ ყო და იანგი არ ლეო და ამ თვითონ ალბათ უტრაგებდა ბანისაც გაუტრაგა პელასაც გაუტრაგა ამასაც და იანგსაც და თან ბარსას ფორმაცია ლაიკი ბიჭო კარგი იყო არ ვიცი ძალიან close-ია ბიჭო პირველ რაუნდში ჩემ ეზრით წაიღო მაგრამ ორივე საკაიფო იყო ტექნიკური შეცდომებიც ქონდა მაგრამ ხო ერთი სამჯერ ხო ბევრი რაღაც ჩაყლაპა მაგრამ ეგ შეგიძლია გარემოს დააბრალო ხო ეგ უნდა მეთქვა ხა ამ სიტუაციას ჩემს დებატიებას რამოდენიმე რაღაცის ჩაყლაპა იმიტომ რომ ძალიან სხვა სიტუაცია რა ძალიან close რაუნდი იყო არ ვიცი ამას ვის მიზევდი მე უფრო გროტასკს ანუ მეც მასე ვარ მაგრამ აი როგორ იცი აი 51-59 თემაში ძალიან close იყო პირველ მოსმენაზე ძნელია ესე უცებ თქვა რა ხო კაი მოусმენთ დაანჩს ნო მოიწმინე bro პირველი რაუნდი გაჩნია bro არ დაიწყო გაჩნია ჩაუთვლით ანუ ყურე რა შეცდომებს თუ ჩავთვლით არა იმ ბიტის მე აკაპელანცას თუ მიათვლი იმის რაუნდს გაჩნია რა ბიჭო აი ეგ მაგარი უცნაური ეგ როგორ დაქნა ბიჭო შევეცდო დაიკიდო და ჩათვალე რა ხო მაგრამ მასე მაშინ ყველა გააკეთებს აკაპელას და მე აკაპელაც რო არ მორჩეს და კიდე გაწელონ და რაღაცა ანუ მაგარი უცნაურია რა წესების თემაში ანუ მე მოვწოს მაგალითად სეზონში მე მგონი უფრო შეგიძლია დაიკიდო და ხო ვიცი ხო რაღაცა ის არა და სეზონზე რაღაც ალბათ უნდა უთხრა რომ იცოდნენ ალისებოდი ასა რომ შეიძლება ის 8 ლაინი ყო სახ რაღაც თქვენ მეხსოვს მაიქს რო არაცადეს აკაპელას მაგურტო მაშინ ვაცდითო თუ მეორეც პასუხებსო ისე რა მოღამია ხო და ცოტა უცნაური ანუ ბიჭო წესები აი რაღაც გაწელი წესები ვერ გექნება აქ რა ხო ვერ გექნება კი მაგრამ ისე დაშვებული უნდა იყოს რა 8 ლაინი რა ორი კუპლეტი სრული უნდა შეგეძლოს აკაპელას ბიჭო ხო ანუ იმ მომენტში განსაცდელია რომ ძალიან თუ გადაამეტა და ბევრი იბაზრა მის მერე რა მოღამია აქ იმიტომ რომ მართლა ეხლა მე ყველა დაიწყებს და უბრალოდ ლაინში მაშინ რაუნდში რაც ვერ ჩაიტევა მე იტყვის და ეგრე უაზრობაა ძალიან დებილობა იქნება მაგრამ მაინც საკაიფოა რა რაღაცა გისტორდება მაინც რომ მე კაი ბიტის გადაშვის მე რაღაც 1-2 საკაიფო ბანი გევასება კი თან ანუ მეტი აქცენტი აქვს რა ბიტი რახან არ არის და უკვე ამბობს punchline-ს უფრო მაღალი დონის უნდა ქონდეს უბრალოდ ვერ უფრო სუბტად გესმის ხო და მაგ ამთავარი რომ ბიტ რო ითიშება და აკაპელას რო არბობ იმენა რაღაც მართლა რაღაც სუბტად და კაი უნდა თქვა ხო თორე რაღაც დებილობა ლაინი თორე აზრი არ აქვს კი ბატონო არ დაიწყო წამს მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმარჯვნივ სათვალე თვალებ მათკიან თუ გავიგეთ შორიგეთ მე აქ მოვედი რომ განახო მაღალი კლასი ამ ტიპს ეცოდინება დღეიდან ჩემი ფასი ტრაკზე დავსოგრო და სკიმისი პირადი ნაუსი შევეცი მის ფლოუს თუ სამ წუთში ვერ ვნახე არსი მოვედი რომ განახო სტილი აუთენტურია მხაზების ცხობა მაგ ათლეტური ვარ მხეცივით აშვებული მადლობა გმერს ყველაფერია დაშვებული როგორც MMA ცული ტყლელი Wonderlay ჰუდი თავზე KKK ლინჩის წესით AK spray ყოა გამოხდება როგორც აი რა მინდოდა შეთავა დისის ღირსი სმენია სტილი გაქვს მაგრამ სხვისი ფლოუს კი გაქვს მაგრამ სხვისი ამ ბიტის ემბლიც არის სხვისი ეს არის დასასრულის დასაწყისი მოდი თვალე და
ანაკლისი დიდი ჯვარი ცეპი წვერი ზეთი წყალი უნდა ჩაგიტარო პარაკლისი ვიტაცებ ჰაიპს ვიპარავ ალს დღეს ჩემს თავზე ავიღებ რალს გავიტა ნაგავს და მოხურავ კარს თავის საფრთხეში გაბმული გაქვს ეს თურქისტანი არის მუტლის ხამი თქვენი ფავორიტი ვერი ნელებს როტასკს პროექტამდე ვინი ცნობდა მეტი სახელი ქონდა ჩემს სალბოტას არ ხარ ემირი შეიხი ვიცი ხარ კეთილი მამიკო იმის იგით ვინ იყო ნიკისლაო ბეტლამდე იგით ხო ვიცი ხო პასუხი დიდი დრო ვერავენ მიიღო იმდენი გრეხი გაქვს ბალტაში მეტი არც მინდა რომ ვიზიო ამ კვერცხისგან ავთქვი ვეყიყლიყო შეგეცი ღურში პირსინგი ბიბილო ფლოუ სვიჩ ნახე მიკროფონთან გომაშე რა გეგონა არც კი ხსვენია მისი ხელში ჭერა ფულს ვერ შოულობდა მე რა ფენომენალური მე მოვაქვს გერა სიტყვებს ვალაგე ფენა ამ დონემდე ვერ მოხვალ ვერა შენი რეპერობის დღემდე რო გჯერა ვინ შეგვდა ჯობნის ყველა ფულოფ მიკროფონთან გომაშე რა გეგონა არც კი ხსვენია მისი ხელში ჭერა ფულს ვერ შოულობდა მე რა ფენომენალური მე მოვაქვს გერა სიტყვებს ვალაგე ფენა ამ დონემდე ვერ მოხვალ ვერა შენი რეპერობის დღემდე რო გჯერა ვინ შეგვდა ჯობნის ყველა ფუჭიდან გინდოდა ცროლა მასი არიგება ბრძოლა დაგოქე დავიწყერ ბოლა ვრუმ მივეცი ფორა ხორივით შევჭამე ტონა გასხდა ყვირილით მოლა ყლებაზარია ვის უკითხავ მორალს გაშლილი გეტევა ქოლგა ბიპოლარულის გაიყო ორად გაგატან ცოტა ცოდას და ცოდას მომიშვერ მეორე ლოქას იუდარზო გავს კოცნას სნაიპერს არ უჭირს ზოლა ყუიების ეფექტი ფონად ავეპე შორიდან გიპირებს როლას ვერდანს კი დავფარე ზონა ყველას ვარა ფლოუ მაგრამ მე ვერ პარავ ლომის ხოველკო მთელი გაუთების ფარას ჩემი ნახვა ვისაც გაუხარ და მე შემოვგორდი როგორც ხელყუმბარა მოხსილი დამსავი ბერკეტი ეგრევე ავწევს უყველას ბაზაზე კიდია ზარალი როგორც კიდია თერიკას ერგედე აფიცერს კი კამარზე მოვედი განახობ ძიმებით მეტალი ბიტზე ისე ვარ ფიქრობე ვერ არის შემდგარი მაგრამ შემდგარი ვარ წიხლებით ყლელი ბიტის ფიქრის წრედის შედეგად ბომბი შევკარი სიგნალი კამრიდან მიდის პირადი ფობია ნიკის დეტონაციას მაკავებს ერთი დაჭერა თითის შიტ ნუ მეჯბრები გიდოდა ბაუნსი მე უკეთშვები შენივე ბიტზე მე უკეთშვები ნებისმიერ სტილს შენზე უკეთშვები შიტ რა ეგონა თბილისელი ბატმანი საბაუნსო მზადარი ნო ამბობენ დაცხა დავრუნდის ამბოი ბიტები დავწვა შიტ ნუ მეჯბრები გიდოდა ბაუნსი მე უკეთშვები შენივე ბიტზე მე უკეთშვები ნებისმიერ სტილს მე უკეთშვები შიტ რა ეგონა თან ჯამბაზებს მოუნდა ტრეპერობა ეს ნორჩი შეიკი ხარ ჯოკერის სოლში მაგრამ ბეტმენობა მე მომდეს და მორჩი მაგრამ მე არ მორჩი თვალებს ვახელ ვარშობს აკმას ვახვე ვათებ ვაღებს აკმას ბნელა ვაკმევს ანთელს ყველა ნელა ვათრებს ათრებს ბარებს ჩითავ წვეთში მაგას 4-20 დიღმის ტრასა მუდამ ფრეში გეტყვი ვაგვანს უბრალოდ ვერ ვნახავს ხვაგვარს Dirty cherry on top მაგ-შენთვის ბანის უთხარი გაწიეს გოგო ცოლიანი ვარო მერე რა ცოლიანი ვარ მეც დასდევ ზუკნებს ვერ იკავებ თავს bro დავსდევდი მეც ამბობ რომ ქურთი ხარ აგახიეს მიწა წყალი მერე რა აგვეხა ჩვენც ამბობ რომ ვიყავი ბაქოში ვრეპავდი შენზე მეტს ამ საქმეს უთმობ 10 წელზე მეტს ნიკი სლოუსო აქვსო ფლოუ ამჩემს ბიჭო ახაც დასასრული იყო ყველაზე საკაიფო ნაწილი ბიჭო ხო მეგონი ინსტრუმენტალი იყო ცოტა ხო ეგ უნდა მეთქვა ბევრი საშუალებას არ გაძლევს და რაღაცნაირი ძალიან ისეთი ის ქონდა complicated version ქონდა რა ანუ ხო აი რა ვიცი მაგრამ უცნაური იყო ხო რაღაც ინსტრუმენტალის ბრალე უმეტესად მომენტებში ცოტა უხეში მოსმენი იყო კი ეგ ანუ პირველი რაუნდი უკეთესი ქონდა გაცილებით ბიჭო ინსტრუმენტალის ბრალე არის 100% ჩემი აზრით ნახოთ იქნებ ნიკის სლოუ უკეთესად გამოიყენოს მაგრამ ანუ ხო რა იმ რაუნდთან შედარებით უხეში მოსმენი იყო კი ქონდა საკაიფო ლაინები ბევრი მაგრამ რაღაცნაირი არ წავიდა რა ისე როგორც პირველი რაუნდი ინსტრუმენტალია რა და თან იქ ორჯერ დალუპა რაღაცა რა ანუ ორჯერ გამეორა კიდე რაღაცა და ეგ არ მევასება დიდად მე მაგრამ ბოლოს რაც თქვა აკაპელაში ეგ იყო ყველა აკაპელა უკეთეს ნაწილები რაუნდის და ეგ არის მან გიწევს რთული გააწყვეტილება რომ ჩაუთლი არ ჩაუთლი მასე პელეს უთხრეს და ბიძე ვაფშე არ იბაზრებს და აკაპელა ეთქოს ყველა პელე ბიძე რა ხელა ევოლუცია განიცადა წინა ბეთლი ხომ ნახეთ მაიკთან ძალიან მაგარი ყველაფერი გააკეთე რა ვიცი საყო კაი მოკლედ კაია მაგრამ პირველი რაუნდი ჯობდა კი პირველი რაუნდი ჯობდა გაცილებით და ინსტრუმენტალის გამო უეჭველი ალბათ მაგარი უცნაური ინსტრუმენტალი იყო მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური შამხელა ჭრა იყო დამოვა ამას თემას ჰეი
ამას თემას დაუსრულებ ხავარ ამას თემას აქანავე ბიძებით საქანელას ამას ახლავე მოუკლავ დიდ წარმოდგენას თქვენ შორის ვერ ხედავ დიდ განსხვავებას შენგელა კოჭა იანგი და ბახნი ბაჭიას მე ვერაზოს გავიგებ თქვენს მაგაცობას ნახე ახლავე გადაგიშლით რეალობას გაჩა მითხარი რა კედი როდესაც მაგაცო მოიდო მე თქვენი საკუთარი ლიგა გაებუდა ბიბიბის აღარ გინდა და მეტი ჰონორარი მომენტი და დაბოლოს რა გამოვიდა ვერაფერი გამოგივათ უზერებო იმიტომ რომ პროექტს ვერ მოხდავს 4 პროექტი და მოდი მე დაგეხმარებით ერთად მოხდოთ პროექტს რო ქონდეს ხო იცი ელეს და გროტასკს მოდათ ალტერნატ პროექტს მოხდოთ ხო ეგ არ მოვიგონოს ჯიჯობთ კარგად არ ხოდა ახლა მაგრამ მინდა ის ხოდა კარგად მოусმინა ნაწილს მოსასმენი ნაწილი აშკარად თქვენი საკუთარი ლიგა გაებუდა ბიბიბის დაგიშლით განსხვავებას შენგელა კოჭა იანგი და ბახნი ბაჭიას მე ვერაზოს გავიგებ თქვენს მაგაცობას ნახე ახლავე გადაგიშლით რეალობას გაჩა მითხარი რა კედი როდესაც მაგაცო მოიდო მე თქვენი საკუთარი ლიგა გაებუდა ბიბიბის აღარ გინდა და მეტი ჰონორარი მომენტი და დაბოლოს რა გამოვიდა ვერაფერი გამოგივათ უზერებო იმიტომ რომ პროექტს ვერ მოხდავს 4 პროექტი და მოდი მე დაგეხმარებით ერთად მოხდოთ ოღონ პროექტს და ერკვას ბუტიების ლიგა ამა თუნდა ჩემი გაჩერება მაგრამ ვერ მაჩერებენ დღე მე და მიგდიადები მე არ ჭირდება შური და არავის დასტური როდესაც მეტალურად ისედაც დაუვედანი ვეცადეთი ვიქნები ვინც ამა დააწონის და ყველა ფერს ერთად სახეში ეთყვის გოჩა ეხა ნახე yeah switch the flow yeah გარგავ ინტერეს ინტელექტ ესეთებში ვერ ხედავს ლიერებს ბილფერებს შევეციმათ ლიდერებს იდეებს ზმაკაცებს სპიკერებს იმღერე ამას გაუდიშეთ ინტერნეტ თორე იჯერებს რომ არის მაღალი ინტელექტ შეში არის მხოლოდ სიბნელე და არავინ უსმენს შენს სიმღერებს yeah თქვენი გენგი fake გენგი მთელი გენგი ენკი ბენკი ზუმში შრები ხარ ვაპურთხებ მაიქს აგიხსნით და ტოპას რო პამ კრაიმს ჩემი ყოველი დღე არის რისკი ხო დასუჭავი დენ კრაიმს შეჯავ შენ გულს ჩოკოპაი და გაგრემაცია პავანტე პაია საკროლ მე ვარ შევჭამ შენ გულს ჩოკოპაიო თუ მომესვა კარგია დავლევ სისხლს კაკაო შევჭამ შენ გულს ჩოკოპაი მაიქს აგიხსნით და ტოპას რო პამ კრაიმს ჩემი ყოველი დღე არის რისკი ხო დასუჭავი დენ კრაიმს შეჯავ შენ გულს ჩოკოპაი და გაგრემაცია პავანტე პაია საკროლ მე ვარ საუკეთესო ხედავს დაჯედიან აღურცკაიას და მეხსეს ხრივარ პრომეთე და მეხსიტყვები გოეთე შევეცია მძალეთ პოეტებს ადავიღრები და ყოველ დღე სადი დაოთამად დავამაშლებ და არ გადავასებ მოვლენებს შევეცი თქვენ გაბუქებულ რემს შევეცი თქვენ მოფიქრებულ რემს ფრიანი flow ვარ საგასლო და მაქვს თელი არსენალი შეგეთყობა პოსობიდან გიყვას საკანელა და ადამიანების ყიდავი შეხაიპის და ფულის ძუკნა დაეგრევე დაიწყე ჩვენებთან ახლოს ტრიალი შენი ეგო ცამდი არა შენი ეგო მეტრე ნახევარი თითქი პირზე მივედი და ტიპი დაგწვა სადღაც მეტრე ნახევარი ჩემი ზმანუ ცუგი ძელი არის ასევეა მეტრე ნახევარი იმ დღეს TikTok-ზე ვიდეო ვნახეს პილოს ყლე მეტრე ნახევრიანი თქვენი გენგი fake გენგი ანუ რა ვერ გავიგე ეს ეტაპი მაგრამ გაგზავნა ზე ვიდეო ვნახეს პილოს ყლე მეტრე ნახევრიანი თქვენი გენგი fake გენგი ძელი გენგი ენკი ბენკი ზუმში შრები ხართ ამიხსენი როგორ მოახერხე გეკნა ესეთი ყლეობა როცა შენი ძმები ხვდავენ ახალ ბონს აკეთებენ პროექტს და აკმევენ BB flows დახმარების ნაცვლად შენი ქსები პირიქითო ძლიერი საუნდის ნაცვლად მაყუსიყო მაგაცი კი არა ბიჭო არა კაცი ხართო მერეთგები და იგონებ ახალ ამბებს ვითომ ბიჭები არ დამაგიტომ იხდიან ცოტა ფულს დამაგიტომ არ მევასები და დამაგიტომ მოგიწყო ბიტებზე არ მაგედონს tripping we are keeping secrets არ ვენდობი ყველა ისეთ კაცვით ლა ძაღლებთან მერეს ღაბრებს ყვება თითქოს ჩუმად იყოს ნიჩი tripping we are keeping secrets ამებნელი ბოზო we got business ენას პილი კედლები გისმენს ნუ მეხები თუ არ ვეძებ მიზეს ჟიმა მოგიყვები უცებ ახალი ამბები გოჩას ქრონიკები და ნახალთა ხალი ყლეობები ამოვიდა ჩემთან დამიწყო შემოვლიცი ბაზრები მეტი ფული მოვთხოვო ჩვენ გვეკუთნის და სირობები შენი სული იაფია შენ არ ჭირდება კაცობა გოჩა შენ ვერ გაჩავ ამას და არ გიხდება ძმა კაცობა შენ უბრალოდ იცი სიტყვა და არა როგორც ფასდება ეს არის როგორც შენ და რეპი ერთმანესთან არ თავსდება და ბოლოს ერთიც სიტყვაც მაქვს და ღმერთიც კაცობაც და მეტიც და რამდენიც გინდა თითქმედეთ თქვენ არაფერი დამაკელით მოისა მე არ დამაკლდება არაფერი ვერ წაიღეთ ვერაფერიც ჩემი თავი მამაღლდა და კიდე უფრო მაღლაო ძვერი და ხოლო შენ ხარ ჩემთვის ჰაერი უბრალოდ ნაჭერი არაფერი ანდერი კი არა ღრმაღელე კი არა ფსკერი ხარ გოჩა ფსკერი რაუნდი როგარითმო მაგა გაგვისწორდება ერთი წამით მოიცა როგარითმო მაგა გაგვისწორდება ბოლო წილი არ იყო საერთოდ და მოიცა სანამ რადგან აკაპელა გამიჩითე
მე ვაფშე არ გავრიცმავ, ყლეზე მკიდია. შენ ჩემთან რო ამოხვედი რისგან რაზეც მებაზრე, ამის გამო ჩემთან უბანზე კაცს აყლევებენ, იმიტომ რომ ჩვენ ძმაკაცებზე ფულს არ ვშოულობთ. მე დღემდეც არ ვიცი ჩემი ჰონორარი და რასაც მომცემს ჩემი ძმა, იმას ყაბულს ვიქნები. გაიგე შენ მაყუთის მონავ. რაუნდ! მაინც კიდე რაღაცაა მივედი. მაინც თქვა ჯერ. მაინც თქვას და ბოლოს. ჩემი საზმაკაცო, ფულს ვშაულობ. ბარნი დაუძახე ხა ბიჭო. ბარნი დაუძახე ხა ბიჭო. ოკეი, რაუნდი. ტელეფონს აპასუხო, ფული თუ არ ეკავს ყლეზე მიდია. და თქვენ ზმაკაცი იღბეთე ძუკნა. რა ბომჟები არის? ბიჭო, აუ, ჩაურე. დეგი სლოუ გააკეთა ახლა შეიძლება მე გავაკეთო ანალოგია გავაკეთო. აი თურები მთაზე. ადიხარ ევერესტზე. ეს სტაბილურად მიდიხარ და მე ფეხი დაგიჩდება და გორიალი დავარდები დაბლა. აი ეგეთ რაღაცა გააკეთა. ჩუთლად მაგდენი არ უქნია, მაგრამ ეგ არა, ბეთლში არაფერ შუაში არა, ეგ რომ მე ხარ გავრიცმო უნდა მოგიყვეთ მაგარი რაღაცა და აი მაგით როა ჯოად უყურე. თუ რაღაც თქმა გინდა, ან რაუნდში ჩატიე, ან გარიცვე. ან წინასწარ გათვალე რომ ბითის მერე იტყვი, ან თუ იმ მომენტში მაინც ამას თქვა გინდა, იმ მომენტში მაინც რამე რითმა დაალაგე, ანუ მაინც მე ხა მეზარებ ამის გარითმა და რაღაც მოყვები ამაზე, ანუ ეგ არა ეს პანჩლაინები მქონდა აწყობილი რაღაცა კაცობაზე და ძმაკაცობა არიციო და ბიჭო არის ყველაზე არა ასე ვთქვათ არაკაცური მიდგომით გააკეთა ბოლოს რომ არც გარითმა და არც არტი გააკეთა პირდაპირ პროსტა ჩაუშვა რა. პროსტა ჩაუშვა. ამოთორია მდიაში, კაი რაღაცები ქონდა, ანუ ეს თავიდან ვაფშე უნდა საერთოდ უნდა ვეთქვა რომ ბითი იყო აშკარად უხეში, ანუ იყო სამწუხაროდ შეუსაბამო. ხო რა. მაგრამ მაინც რახან ძალიან ტრადიციულად და ისე რაღაცნაირად მიყვებოდა ნიკის ლო პირველი ნახევარი კაი იყო. ხო, უკეთესი იყო და პანჩებიც რაღაცა ანუ შემოიტანეს რაღაც inside you for რაღაც მეტი ფული მოთხოვდა. აი რაუნდი იყო ბოლოში არ იყო საჭირო რომ მაიცა ეხა უნდა ამბად უნდა მოგიყვეთ რაც ვიბაზრე რაუნდში თქვა უკვე ყველაფერი და ეხა უნდა მოგიყვეთ რა მოხდა. არ ჭირდებოდა საერთოდ. რა პონტია რა ვიცი. ანუ მithumetes თავის points ასუსტებს მაგით. ხო რომ არ ჭირდება რითმა. რითმა არ ჭირდება კი არა უცებ ვერ მოიფიქრე რომ ერთი რომ რითმა არ ჭირდება და მეორე კიდე კაცობაზე აწვევი როჟეს და მაგაზე უწყობ თელ რაუნდს და ბოლოს შენაკეთებ პირიქით საქმეს. ბიჭო რა ხა ანუ კაცობაზე რაღაც არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ბეთლის ნაწილი არ არის ეგ ანუ არაფერ შუაშია. უცებ რომ შუა რაუნდი რომ მორჩა და ეხა მოუყვები რა მოხდა. ხო ახლა სკამი დადგან ჩაბორზე და იცი რა ქნა იმ ლამჟირას ბიჭმასა ჩაბარა. თორე ისე ანუ ჩემს მეორე რაუნდი მოუგო ისედაც. მეორე რაუნდი მოუგო ნიკის ლოუ? ხო. არის close-ია ჩემი აზრით. ჩემი აზრით პირველი წაიღო გროტესკამ, მეორე წაიღო ნიკი. ბიჭო არის მაგარი close-ია. მაგრამ იმან კარგად უპასუხა ყველაფერზე. იმან ცოტა დაიწყო და მე კარგად დაამთავრა, ამან კარგად დაიწყო ცოტა დაამთავრა. ბოლოს კარგად უპასუხა იმაზე. ხო, იმაში რომ ფული თუ არ ეკავსო და ვერ გააფტყუნე მაგის. მაგრამ ის მარტო ის რომ ბოლოსკე მაგარი აურია და აკაპელაზე წავიდა რომელიც აწირთმებოდა და თითქოს არ ჭირდებოდა ამის მოყოლა. თვითონ რაუნდში ქონდა მოყოლა ისტორია რომ ავედი ცოტა მეტი ფული მოითხოვა და ყველაფერი დადო. და ეგ კარგი ჩაჭერაა თუ ნაღდი ამბავია. და რაღაც გინდა ეგ რომ მე რა ვიცი. მე არ ვიცოდი ნიკის ლოუს ამ რაუნდს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგი რაუნდი იყო და პირველი 60% ძალიან კარგი იყო. შეიძლება უნდა უყურო კიდე ერთხელ. ხო არ ვიცი, ჩემი პირველი ნახვით ახლა პირველი გროტესკასია, მეორე ნიკის ლოუსია და მესამე წვეთს. ჩემი ორივე რაუნდი ძალიან close-ია. შეიძლება, მაგრამ ნახოთ. მოდი ბიჭო, მოდი. დავა. სპორტული ინტერესია ყველაფერი და არა რა მისერეზული. ესა ფრისტაილი კუამაცად ერთი წამი. ეს გეხება შენ თუ ხარ ნიკის ფანი, ერთი მისი კაი პანჩლაინი მოდი მითხარი. თუ ხო ესე უნდა იჩალჭოთ რომ ის უცებ თქვა გინდა. ხო. აი უყურე ამ მომენტში გეპატიება რომ რაღაც მაგარი რითმა არ იყოს და უბრალოდ ბოლო მარცვალი და ბოლო ასო გარითო, იმიტომ რომ უცები ფიქრებ და იმას ჯობია რომ მაიცა ეხა მე რითმა მეზარება და იცით რა მოხდა? მაგას ჯობია. იცი რას გიტყვი სტრუქტურულად ნიკის ლოუს პანჩები არ ვარ. აი სოყლე ბაზარი დამევაბაზრეთ მესამე სახში მინდა მეძინება. კაი, აბაზრეთ. არის მე სათქმელი გითხრა. ხალხს ხომ მოწონს bro, სამი კვირის წინ დაწერილი იყოს. მოკლედ, ბარნი გაუშვიდა. ამიტომ მინდა და ვასაპორტებ ახალგაზრდა არტისტებს, იმიტომ რომ ბებერი ლომები საერთოდ ესე აკეთებენ ამ ყველაფერს რა. მაგრამ კარგია რაც ხდება. მესამე რაუნდისთვის მზად ვარ. აჰა. MC ჩემგან ხელმარჯვნივ. გამაუშვი bro. უნდა ვამიწიეთ.
თესლი შავი წვერი ტანზე ბრენდი ბევრი ფერი ძველი ძველი ძმა ბიჭები ტიპები ვინც მიცნობენ მაინც თავი ასაკი ბუჩა იყვანა თესლი შავი წვერი ტანზე ბრენდი ბევრი ფერი ძველი ძველი ძმა ბიჭები ტიპები ვინც მიცნობენ ორ ჟანრის მეცნიერი ბიძელაზიერი მოძრაობა გონიერი ამ სტილს გამოიცნობენ ერთი სიტყვით რამოდენიმე გაგები ერთ წუთს უნდა დავაპაუზო. იმიტომ რომ ძალიან მომწონს სტრუქტურა. ორი ლაინი ერთმანეთს ერთვება მესამე სეტაპია, ორი ლაინი ერთმანეთს ერთვება მესამე პირველი ლაინიდან შეყვანა ძალიან დამევასა ყოჩახ. გავუშავ ლაიქ ჩარტ ჩემგან. ზიერი მოძრაობა მაგ თავიდან ჩავდრ რაუდი მაგრამ ვაფშე თუ საერთოდ. საერთოდ ოდნა ვამიწიეთ აუ თავიდან მაგრამ დამევასა დღეს პირველი ორი ლაინი როგორც შეიყვანა თესლი შავი წვერი ტანზე ბრენდი ბევრი ფერი ძველი ძველი ძმა ბიჭები ტიპები ვინც მიცნობენ ორ ჟანრის მეცნიერი ბიძელაზიერი მოძრაობა გონიერი ამ სტილს გამოიცნობენ ერთი სიტყვით რამოდენიმე გაგებით არ ვითხოვ შენგან ლაიქ შემოვიფარგლები ფაქტებით ხულს ნუ აკორებ შენზე სიმართლეს არ ვიტყვი ჩემზე ერთი გრამიც არ იცი არ ამ სულიტრი ნუ ბრაზდები კაცის აქციელით ფასები მახსოვს პელეს კუთხში უკან როგორ დაასდევდი ჩვენ არ ვართ ვაჟა და წერეთ თელი ყავთ გეგზელი ეს არის გროტასკი versus ერთი ფარისეველი პელესთან ბატას როგორც ხავს ეკიდებოდი მერე კამერებზე ქალი შვილი ვიტიროდი ხმაურობდი სადაც სიწყნარე იყო საჭირო ბოლოს ისე გიხმარეს ვაზელინი არ გახდა საჭირო იმის მაგივრად დაგეწერა რეპერული ბარები ოპონენტის გშურდა მთელი თვემასზე ანძრევდი ფოდიში ერთ დავაბრუნებ რა. მაინტერესებს საჭიროს გავურთმა თუ არა, იმიტომ რომ მომეჩვენა. კაი რა მნიშვნელობა მაინტერესებს. ჩვენ არ ვართ ვაჟა და წერეთ თელი ყავთ გეგზელი ეს არის გროტასკი versus ერთი ფარისეველი პელესთან ბატას როგორც ხავს ეკიდებოდი მერე კამერებზე ქალი შვილი ვიტიროდი ხმაურობდი სადაც სიწყნარე იყო საჭირო ბოლოს ისე გიხმარეს ვაზელინი არ გახდა საჭირო იმის მაგივრად დაგეწერა რეპერული ბარები ოპონენტის გშურდა მთელი თვემასზე ანძრევდი ტრეშ თოკით საკუთარ ეგოს ავსებდი პროვოკატორი MC პირას შიშებს ვერ გაცდები ვითომ განგსტერი ძალით рэპერი ნეკი არასრობასოვანი მოდი მიყურე ტიპი ფსიქოთერაპია ეს ხაზები ბეთლრებს გაცდა ვითომ აგრესიული შიგნიდან უკმარისობის განცდა მე ჯერ შევეშვირებს მე მომდე ჩვევებს ფიქრობდი ხალხი ამას მარტივად დაიკიდებს ერთხელ სკროლობდი და გადავხედე კომენტარებს დღეს უნდა შევცე როგორც ტოტომ შესამასტერა სტრაიქს თან მოგიყვებით ერთ ახალ ამბავს ნიკი ღიმის მაგრამ ვერ იკავებს თავს ერთ ქალაქში გავიზარდეთ ის ჩვენ არ გვავს ყველამ ერთად ვუთხეთ რომ he's not like us he's not like us he's not like us ყველამ ერთად ვუთხეთ რომ he's not like us he's not like us he's not like ყველამ ერთად ვუთხეთ რომ ის ჩვენ არ გვავს ნიკი რეპერია მაგრამ ის მე არ გვავს ის მე არ გვავს ყველამ ერთად ვუთხეთ რომ ის ჩვენ არ გვავს ის ჩვენ მასტერ მოცი წლის დრამა კვინი ფლექსაუს ხორებაში არ გაუსინჯავს ლინი ნაწლავებზე წასმული აქვს პარაფინი სად არის ბლინგ ბლინგი ალბათ უჭერს ალუმინიც ამ ტრექსზე როგორც ცხენი დოხზე პულს რო გზნოდე ვიზახე ბედი კოსებს დროზე მოდი გონზე რა გიქნა მოსემ გასდევ ჰაიპს როგორც ბებოსი აყოვას მოწმე მიყვარს რეპი როგორც შინელს ბრინჯი მაგრამ ბანივა შეგან იყო კრინჯი ჯეზი თავას ტრაქში უძრები ამაო როგორ გიდა მამას ყნაური რომ ასალო ქართულ რეპს იმას უქენი უნდა ვიღო აბაროდი თაიროსთან გაგივარდა ყარაულის თოფი ჩემი საყვარელი კერძი ბიფია უნდა მივირთვა მაგრამ დღეს ამ ქადმისგან მოუხარშე ჭიხირთვა წელს ვიქნები ბათუმში თელავში ბოთში ბაიკ ლაიფ ორი ბორბი ყველგან კაი პონჩი არ ვარ რობი ჰუდი კეთილის რახვებით გაგზარცო როგორც ხალხს ბანკები ესე ბუასავით გავქრები Hold on. მას მოვიდა რაღაცა კიდე ერთ წამს. გაგზარცო როგორც ხალხს ბანკები ესე ბუასავით გავქრები. ახლა ფოკუს გაგეთება რაღაცა. გაქრება. ბევრია თეთრი პრიუსივით. შენი უზდელობა ყლეობა იმედის ნიუსივით. კარმა ეწება ყველა მედროვეს და მეპირეს. უფასო ყველაზე დაგეშილი ვირთხები გაყვნენ მესტვირეს. ვინ მომკითხავს მიყვეთ ლოგიკას. ერთ ნაბაში მოგიტყარ რითმებს ქურდად მოგივა. ფიქრები სავსე ბოდვით და ოთახი ბოლით ლოცვისას. ამ ქრონიკას გადმოვცე მოკითხვას. უკანასკნელ მოჰიკას ბონგიკლავს მას მოგიკლავ. ვარ ორიგინალი უსაშველო. ყველაზე ცნობილი უსახელო. ავაჭრელე პასპორტი და ჩემი ბაზა ისევ საქართველო. სად იყავი პირველ სეზონზე ნეტავ რამე გეთქვა მე ვრეპავდი როცა Young Mike-ს უბრალოდ მიშკა ერქვა აჰა გროტასკია ნახე bro გროტასკია შენი გრიმ რიფერი გამიგე სწორად მოვედი მოვთიბო მსგავსი რეპერების მოდგმა თავარ გმირს არ დავტოვებ ცოცხალს გლადიატორის სცენა სადაც ტიპი ეფერება ხორბალს თავზე გადაგიფრენო 25 კადრივით კაი გაზიანი მაქვს მწვანე ლაღიძის წყალივით შალიჩი არ ღირდა მარიფისთვის თავს რომ იკლავს უაზრო ჰაიპისთვის რატო ვრეპავ მასზე კარგად და ბატალზე მოვდივარ 7 წელიწადში ერთხელ უბრალოდ ჩემი кайფისთვის ნუ გშურს ამაზე ფიქრი დაიწყე თუ გსურს ჩემი სიცხლის დალევა მოდია აქედან დაიწყე რაუნდ საღო. მეორე რაუნდი გქონდა აკაპელად ფაქტიურად.
ეს ყველაზე კაი ლაინები ქონდა აკაპელაში. გეური მართალი უთქოს. ყველა იყო ბენგერი ბენგერი. შემოდა უკეთესად წერდა. ხო, ანუ ყველა იყო ბენგერი მართლა. მარტივად არწეს, ძალიან საკაიფო, ანუ კი, თავზე გადაგიფრე 25 კადრი, 25 ფრეიმი, ხო იცი რაც? აი, ანუ მაგის გაში გადაკეთებული ანუ კაი მარტივ ლაინები. სიტყვებსაც ხანდახან იშვიათად იყენებს. სახან ძალიან რაღაც კაი სტრუქტურა და რთული სტრუქტურით დაწყობილი კაი ლაინები აქვს. რა ისეთი რომ შეხარბანძი მეორე გაძი ეგეთან ახლოსაც არ არის ამის ლაინები. ხო, ბიჭო, კაია, მაგრამ უკვე რა პრობლემა ჩდება რა. როგორ უნდა შეაფასო, რომ რაუნდზე, რაუნდის 70% ზემოდან ქონდა ბონუსად. ხო და უყურე, სულ რომ ეგრეთ თქვა რომ აკაპელას არ შევაფასებო. მიდი და გაიხსენე ახლა რომ მომენტში მორჩა რაუნდი და რა მომენტში დაიწყო ხო, აკაპელა. ხო, აი. უცებ ხო ვერ გადაახვევ გონებაში. Impressions მაინც მაგრამ სეზონებზე მაინც მოსულა არ მაინტერესებს, ანუ შოუსთვისაა რა ეს. მაგრამ საღოლ, კაი ლაინები ქონდა. საკაი პლანების და თავიდან როგორც დაიწყო ეგეც მაგრამ დამევას, ანუ კაი ბალანსი იყო. პირველი კაი რაუნდი, მეორე შეტევით ჩავარდნა და მესამე საუკეთესო მესამე რაუნდი. ბენგერი. კაი სტრუქტურა, კაი ლაინები, ერთადერთი საჭიროს გავურთმა არ მომეწონა, მაგრამ ჯანდაბას. კი, ერთხელ არა უშავს. ერთი რაღაცაა. კაი მართლა მაგარი ხო, სტრუქტურა. ანუ ამის პირველ და მესამე რაუნდში განსაკუთრებით ბევრჯერ მიდოდა გაჩერება და რაღაც ლაინზე გამახვილა ხო. ყურადღება, იმდან მაგრამ კაი კარგად ლაინები იყო. მიდიოდა უბრალოდ რა. დავაცადე რა. საღოლ, ანუ ჩვენ ახლა ხო არ უშლით ლაინ ბა ლაინ, თორე ხო. ბევრი რაღაც გასამახვილებელი ყურადღებები იყო. აი რავი, საღოლ მართლა რაღაც ნიკიმ რაღაც სასწაული უნდა ამოიღოს, ჯიბიდან კურდღელი უნდა ამოიღოს. ამას რომ მოუგოს ახლა. ნახოთ აბა. ნახოთ. პროსტა ერთი რაც არ მომეწონა, უბრალოდ ერთი რაც არ მომეწონა, ყოას ნახე ბიჭო, როგორი სახე აქვს, მთელი ბეთლების განმავლობაში თითქოს ანუ ფეხებს კიდია ნეტა სადმე სხვაგან იყოს რა. აი ახლა კოს მეგონია ეს ბოლოს გაწელი აკაპელა მომენტები არ იყო. ხო, ან ეს არ მოეწონა, ან უბრალოდ დაგრილია, მაგრამ ბიჭო ეს ივენთი ჩატარდა ხო, ეგ 3 საათ გვიან დაიწყო და ანუ ყველაფერი ეგ მესმის. ვიცი, მაგრამ პროსტა ცოტა დაჰაიპდეს ახლა. კამერისთვის მაინც რო. კამერისთვის მაინც ხო, ანუ ისეთ რაღაცებზე ჰაიპდება. აი ხა, აი ეგრე რა. მეგონი მართლა ის არ რაღაც უსწორდება. ლაინი აღნიშნეს და ეს ნახე, ანუ მეგონი მართლა ის აკაპელა და გაწელი ნაწილი არ ევასება. შეიძლება მაგიტო არა. ან შეიძლება იმ მომენტში მოაშალა რაღაცნაირად. იმიტომ რომ ნახე მახსოვს პელეს და მაგის ბელში ერთ მომენტი რა, მესამე რაუნდში რაღაც ნაწილია ძალიან მევასება პელეს, ძალიან საკაიფო აქვს და აი პელეს გარვალი ესეთი ძალიან მაგარი საქ და მახსოვს. მაინდა მაინც მაგ მომენტში თურმე იქ ვიღაცები სულტრაკებდნენ რომ გადაღებაზე რა და ვიდეოში რო უყურებ პელეს ძალიან მაგარი მომენტი აქვს მესამე რაუნდში და ყოა შეწუხებული სახით არის რა და ანუ შენ რო არის ეს ინფორმაცია რომ იმ მომენტში არეულობა იყო და თქვა და მოეშალა გონია რომ ანუ რატო აქ ესეთი სახე როცა ძალიან მაგარი მომენტია შეიძლება რაღაცა უთხრეს თულია ეხა ხო ანუ მე ვერ იტყვი რომ ეხა რატო არა მთელი ბეთლ ჰაიბში მაგრამ უკეთესია რომ იყოს ვერც ერთი ანუ მოკლედ ვერც ერთი ანუ ნახე პოკემონის სახით არაფერი ემოცია არ აქვს შეხედე He's not like us. ხო იმაც ის ძალიან კაიფო იყო დავუთმოთ დრო მადლობა დიდი მადლობა ოკეი მესამე რაუნდი MC საკაიფო ჭრა იყო რაღაცა მოხდა შუაში ხო შეიძლება გაიწევ ბიჭო ახლა ანუ შევქნათ ხმაური ანუ სტანდარტული სახე და ამბობს რაღაცა მოხდა უეჭველი არ ვიცი რავი გუნად ხმაური დაღლილი ალბათ კაცი დაათენდა თავზე დილის 5 საათი შუქი არ აქვს და დაათენდა თავზე მაინც კაი გამოდის ხოჭა ქართელი გურზადო მეჯიბრები დედა ენაში მოთხან შენი დაკრულიბა დედა ენაში ძმები გადაიღებე იქნები დეკაში ეს არის შენი ბოლო ბეთლი რა გექნება დემარში გოჩი წადი დაუკარინუ მეჯიბრები წერაში ეს არის ჩემი საქმე ჯერ ეხლა დავიქოქე ამ თემაში მე ისეთი ძალობა რომ გაჭედავ სისტემაში ყასავი ვიქნები ამ ცხოველების ფერმაში მედემჯობდა სულიერი სიმაღლე გაგეზარდა როცა პირველად დაგინახე მაშინ მე დამეკარგა შენზე წარმოდგენები და ყველანაირი აღმა როცა შენს მაგაც უღალატე მოღალატე კახვა შეგახსენებ ეხლა ვედა ჩამოგიშლი კარგად პელეს რო ვეძებდი კუამ დაგირეკა პირადად მოეთესლე რუმში და რეებს სიძახდი ხო გახსოვს პელეს ვაფშე არ ვისნობს და ართა მინახავს არსად მამის გაგიმუტელე სახე კუამ შემაკავა გაგიყვა ნაგვერზე იქვე და ბავშვივით გაკაჩავა ეს ირთავა უნდა ამელაწუნა სახეში მაშინ როცა შენს მაგას პირველად ვაკაჩავებდი სპეის ბარში ეს სამი მუშკეტერი და ვერი დარტანიანი არა მისი მოთხან ქვეში დარტანიანი იყოს პანი ეს ლოთების სასტავი მეზიძებით ყველა მაგრად თოთი ვეღლებდება მაგრად როცა ხას დის ბარი ყველას ტრაქში ეთენება ეს ბოზების ნაგობ შენ ვერათოს იქნები ჩემთან თემაში დანაბარი მომიტანე თვარი ბუფარი და მარხოდეს ჯარი და ფაროდის მიწალთლიანი გავასწორე მიზანი მე არ ჭირდება გეგმებიდან ყველაფერი ახდება სიტყვის პატრონი ვარ და თუ ვიტყვი ვიცი ახდება გოჩასება სება პროჭაობა სიტყვა ასხება საკისე დაცება და ჟეპელეც კი გახდება მახსოვს ასას პერსონაჟი სახელად პროჭა ხოდა პროჭას თუ ქონოდა თავზე დედები გოჩა იქნებოდა ერთი და უსასრულოდ მოჩან შენი პანძის აქციელები ესეთი პროჭია გოჩა მე ხარ 4 კუნინძა და შენ ხარ მუტელანჯელო შევჭამ რაფაელოს თქვენში ნატიფი და ნარნარა ლეო
ლეონარდო დიკაპრიო aka Young Mikey პელე ნასიმენტო მახინჯი დონატი მსუქანა თესლა ჩავი დამიძახი შავი მაგალითი ქვეში შენ პატარა ყლე ხარ პელე არის დიდი ამიზახე გადამზიდი მინდა ერეშვიდი ფანტასტიურად ხელ დღეს ელოდება პანაშვიდი რამდენი 4-ია მეზისება 4 ციფრი რამდენი გავზი დონკვარი არის კიდე 4 თვირთი ორჯერ 2 არის 4 არის თქვენი პარაგრისი 24 მაისია open air on the list ჯიმა ეს არ არის საკმარისი რამდენი გინდა მომიყვანე მე მარადისი ჩემპიონი ფიქნებია მარა ჩემი დისი მოხდა თუ გუნზე ხორებს პასუხი საკადრისი ამ პეცე ადგა ჩემპიონი მარა ფინალისტი ბომბობს მეტალ რეპერებს ეს არის ჩემი შესატყვისი მე ვაკეთებს გადასოდა თქვენი თვალსაზრისი გაიგეთეთ ტრაქში და მაგი ჩეიფსე თანაკლისი იმ რეპის დედაც სადაც მე ვარ შენი გასადისი მოგითხარ ეგო ტრაქში პერო შენ არა გაქვს ინდისი დავატოლო ძმობა მე ვარ ჩემი ძმების ღირსი და ვინახეთ ერთხელ უკვე ყველამ როგორ იცავ შენი ძმების სახელს შენ უარგისო BPM კი არა მოდი აკაპელას ბიჭო შენი მდენი ჩაჯმული გაქვს ამას არ ეყოფა ბიტი და ვიღაცა უგემოვნომ რომ დაგარქვა MC ეს ყოფილა მითი გოჭა მითი ნუ დაუჯერებ რაუნდი რაუნდ ბიჭო და მუღამე რამდენი რითმა ქონდა ერთი მასე ისიზე ანუ თან ანუ რაღაც ვერ ვიგზავნა მე რომ რაღაც სიტყვებზე მეტად ერთნაირი გამოიყენა ან რაღაც ანუ კარგად ხო იყო ბიჭო ანუ ნიკი სმუდ არის ზოგადად ძალიან რა რა ყოჩა 4 საკაიფო სტაბი ქონდა ბევრჯერ გამოიყენა 4 და მე 24 ეს 24 მაისს თუ იყო ივენთი ძალიან საკაიფო სტაბი გავუკეთა რა ვიცი კუნინძებზეც სასაცილო იყო რაღაც მომენტები ის ლეონარდო ის ხო ანუ 4 ზოგადად მაგარი სტაბი მოვაწყო ანუ წერის ხრივაც გაუმჯობესება აქვს აშკარად რა ანუ რავი როჟამ წუთ ნახევარი ერთი და იგივეზე ანუ იმაზე მარცვალზე რითმა რა და კარგად მაგრამ მაინც პანჩლაინები ანუ ყურე უმეტესად შეიძლება პროსტ ბოლო 40 წამი გადავახებ ხო თუ ხო ნახოთ რა რამდენად კაი თემა იყო საბოლოო ჟეპელესკი გახდება ვახსოვსასას პერსონაჟი სახელად პროჯა ხოდა პროჯას თუ ქონოდა თავზე დედები გოჩა იქნებოდა ერთი და უსასრულოდ მოჩან შენი ბანდის აქციელები ესეთი პროჭია გოჩა მე ხარ 4 კუნინძა და შენ ხარ მუტელანჯელო შევჭამ რაფაელოს თქვენში ნატიფი და ნარნარა ლეონარდო დიკაპრიო aka Young Mikey პელე ნასიმენტო მახინჯი დონატი მსუქანა თესლა ჩავი დამიძახი ნარნარას გავურთმო მსუქანა don't like not the end of the world ხო don't ქვეში შენ პატარა ყლე ხარ პელე არის დიდი ამიზახე გადამზიდი ეს ლაინები ბიჭო ნოლამდე უნდა დაიყვანო შენ ხარ პატარა პელე არის დიდი ანუ ხო ეგ მაგრამ აი აქ დაიწყება ზუსტად ის სექცია რომელიც მართლა კარგი იყო რა ახლა ძალიან დაბალი კვალიტეტი ლაინები ქონდა ბევრი თავი ხო უმეტე ანუ პანჩების ხრი უმეტესად თავარი თემა მაინც ის იყო მაგაცობას რაღაცაზე რა ამ რაუჩეს მომეწონა ამ რაუჩეს მომეწონა უმეტესად როგორც ყოველთვის საკაიფო მოსასმენი და სმუდარი 4-ზე იმ 4-ზე ძალიან კაი სქემა ქონდა კუნინძებზეც კარგად სასაცილოდ გააკეთა ის დიკაპრიოს კონჩი და ის და ეს და ანუ ახლა რაუნდი იყო ეს ორიც რა მაგრამ მაინც მგონია რომ უფრო კარგად მახსოვს პროტასკის რაუნდი მე მოდი ახლა მოვსვით ბოლომდე ხო ეს იყო კაი არის კიდე 4 თვირთი ორჯერ 2 არის 4 არის თქვენი პარაგრისი 24 მაისია open air on the list ჯიმა ეს არ არის საკმარისი რამდენი გინდა მომიყვანე მე მარადისი ჩემპიონი ფიქნებია მარა ჩემი დისი მოხდა თუ გუნზე ხორებს პასუხი საკადრისი ამ პეცე ადგა ჩემპიონი მარა ფინალისტი ბომბობს მეტალ რეპერებს ეს არის ჩემი შესატყვისი მე ვაკეთებს გადასოდა თქვენი თვალსაზრისი გაიგეთეთ ტრაქში და მაგი ჩეიფსე თანაკლისი იმ რეპის დედაც სადაც მე ვარ შენი გასადისი მოგითხარ ეგო ტრაქში პერო შენ არა გაქვს ინდისი დავატოლო ძმობა მე ვარ ჩემი ძმების ღირსი და ვინახეთ ერთხელ უკვე ყველამ როგორ იცავ შენი ძმების სახელს შენ უარგისო BPM კი არა მოდი აკაპელას ბიჭო შენი მდენი ჩაჯმული გაქვს ამას არ ეყოფა ბიტი და ვიღაცა უგემოვნომ რომ დაგარქვა MC ეს ყოფილა მითი გოჭა მითი ნუ დაუჯერებ ენდინგი ქონდა ეგ უნდა მეთქვა ბოლოს სამი შეგიძლია მოჭრა იმიტომ რომ აი ახლა დავაკვირდი მეც ის ანუ ერთი რითმა ძალიან საკაიფოდ ქონდა დიდი ხანი ძალიან მაგარი იყო მართლა ანუ flow ხო სმუდი იყო და თან ერთი რითმა როა ყველა მომენტში ძალიან მაგრამ მიდის აი ეგ 40 წამია ეს სექცია ეგდისი ერთ-ერთი საუკეთესო სექცია იყო მთელ ბეთში ალბათ და საღოლ მარა გიტა მე ორჯერ მოვუსვით როტაქსის მესამე რაუნდს თუ ძალიან დიდი ვიდეო გამოგვივა ძალიან დიდი გამოგვივა შეგვიძლია მოვუსვით მაგრამ აბიჭო ანუ მე მაინც გონია რომ გროტასკმა მოიგო მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი სექცია ქონდა ნიკის ლოუს მგონია რომ გროტასკმა მოიგო ანუ ხო ისე იყო რა ორივეს კაი პირველი რაუნდი ქონდა მეორე ორივე შეძლებით სუსტი მესამე ორივეს მაგარი კი პირველი ჩამიაზე წაიღო გროტასკამ მეორე ნიკიმ მესამე ახლო იყო მაგრამ მაინც გროტასკამ კი ეგრე მაგრამ ანუ საღოლ ეს აი მარტო ამ სექციის გამო აი შევეცვალა წარმოდგენა რა ნიკის სმუდი მაგარი სმუდია ძალიან კაი სექცია ქონდა აი
შეიძლება თქოს ბეთლის საუკეთესო სექცია ქონდა და ჩემი თან აზრით. ისიც დაეხმარა რაღაც inside info რო ქონდა punchline-ების ხრად ხო, კარგად ხო. მიაწვა რა. ხო, აი 4-ის თემინა რო იწყებს რაუნდის ბოლომდე ახლა აკაპელას გარდა აკაპელაში არ იყო თლა ძლიერი ამბავი ბოლოს. საღო. აი ნიკიმ რო ეს ბოლოში ბანძი რითმო აკაპელები მოაშოროს და მაქსიმალურად ის რაღაცა აი ხო უკვე ეგ სექცია რო დაამთავრა. მაგაზე აკაპელა რო კაი გარითმული მიეყოლებინა და კაი ორი პანჩი, всё, მივცემდი რაუნდს პირდაპირ. ხო. ჩემი აზრით. შეიძლება, არ ვიცი. ჩემი მე მასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. რაუნდი ანუ უკვე ასე თუ გიწევს რაღაცაზე ყვირილი, ესე იგი შენი სიტყვებით პოინტი არ არის საკმაოდ. არა ბიჭო, პროსტა ემოციებია ბოლოში და თავდება და გინდა რაღაც ეფექტი გასა. უკეთესი პანჩი შეეძლო აქ. აი ძალიან უფილოსოფოსობთ რაღაც. ბიტი და მითის მაგივრად შეეძლო, ანუ ძალიან გიჟი ლაინი გაეჩნდა მანდაც რა. ლაინი რა კუპლეტი ორიც არის. მე ხო თქვი წინა ვიდეოში რომ ბოლო ლაინი როცა ბიტი ითიშება ძალიან მაგარი უნდა ძალიან იყოს. მაგარი უნდა იყოს, თან ხო. მაგარი რითმა უნდა იყოს და თან ეფექტური პანჩი უნდა იყოს რომ კი, კი. აი მაგრა გამახსოვრდება ბოლო ლაინი, თან მithmes ბიტი რო ითიშება და გინდა რომ აი ეფექტს ეგ კრაოს და მაგიტომ ბოლო ლაინი რაც შეიძლება ის უნდა კონდეს მკვეთრი. ბრო, შენ ჩემს აკაპელას ვერ გადარჩები, მე ვიქნები თოფურია, შენ დარჩები მახაჩევი. აი ხა ესე უცებ რა. ახლა გავიდე და დავიწყოთ. აი ცეცხლად როგორი იყო ლაინი. აინტერესებდა რა თქვა. რას გავურით პოუს. ბრო, შენ ჩემს აკაპელას ვერ გადარჩები, მე ვიქნები თოფურია, შენ დარჩები მახაჩევი. თან მაგარი ლიჩაატე. ახლა გავიდე და დავიწყოთ. ამ ჩემ ყლეს ბიჭო კოლაჟი ღედი. რო წარსული ახსენდება. რაღაც ის ფიქრობს. აი ხა რაღაც ფიქრ. აი ხა აი ამ კუთხიდან შეგედა რამხელა შუბლი უჩას პროსტა. აუ რა შუბლი I'm sorry. ჩართე რა. მაგრამ დახატულ პერსონაჟი გავს, აი ნახევარზე რა. აი ბიჭო შუბლი აქვს ფლიანი თავი, ანუ მე არ ვერ ჩიკوას, მაგრამ უბრალოდ გადასიდა. აუ 12 წუთი მიდის მე შეფასებები და რაცები. არა, ყვაგოთ. ყველაფერი დამეოსა, ჩაარტყი ძმაო. პროსტა ერთი ვაღიაროთ, მე შენი ძმაკაცები უფრო მაგრა გავდისე, ვიდრე შენ ჩემი ძმაკაცები. მე ძმა მცლად არ შევედი რა სათო შენ გაგდის ეს ამტყნელად შეგიძლია ოდნავ ხმას აუწიო ჩემი მიკროფონისას? ვა, აი ესე, ვაიმე როგორ მიწევდა თურმე აქ რეები. მოკლედ, მეგობრებო, ამ პროექტის ყველაზე ცუდ მომენტამდე მივდივართ. ყველა ბეტლის მერე ყოველთვის ყველაზე ცუდი, დაძაბული და არ მოსაწონი მომენტი არის ეს. მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. პირველ რიგში, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ 2 წუთი მომისმინოთ. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, ყველა ჟიურის წევრს მოვუსმინოთ, გავუგოთ და გავიგოთ რას ამბობენ. ყველა სამივე ჟიურის წევრი რო იტყვის თავის შეფასებას, მერე ვირეივოთ ისე როგორც გვინდა. შევდახვდით! ოპენერ! შევქმნათ ხმაური! მოკლედ, პირველი ჟიურის წევრისთვის მზად ვართ. კასისთვის შევქმნათ ხმაური! Okay. Flow-თვის და open-air-ისთვის შევქმნათ ძალიან დიდი ხმა. რავი, ჩემი ნება რომ იყოს ორივეს მივცემდი ხმას, ურთულესი ამბავია, მაგრამ ეხლა მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვაშკაცობა ვიქონიო, რომ გამოუშვა ისე თქვა საბოლოოდ მომიწევს რა. ამიტომ გოჩას მე ხედავ ხოლმე ხანდახან ბითიდან ამონხტავს იქ ტექნიკურ შეცდომებს, მაგრამ გოჩა იდეურად ის ალაგებს თემებს, იდეურად ალაგებული თემების გამო გოჩას ჩემი პლუსი ტრეკების შედგენის და მუსიკის გაკეთების გამო ნიკის ლოუს ჩემი პლუსი. საბოლოოდ ჩემი ხმა ნიკის ლოუს. მეორე ჟიურის წევრს რამ ხელაჭრა იყო და ინახე. შევქმნათ ხმაური! რაღაც ძალიან იხაურეს ალბათ იქ. ალბათ არ გავუსწორდათ. მოგესალმებით. აუ მაგრამ სამი ვილთ აქამდე რა. ზუსტად თქვა ჩემი აზრით. ანუ იდეური თემა დაალაგება და ის, მაგრამ ვარდება ხოლმე ტექნიკურად ბევრი მართვალი. შესაძლოა ტექნიკური ჩავარდნები აქ ნიგისაც ქონდა. ბიჭო, ხო, მაგრამ ანუ იმეა ხო, overall ეგრე იყო, ხო. ბევრი მართვალი უფრო ქონდა. ბარებია სიძლიერე როტოსკის და smooth რაღაცა რაღაცები. მუსიკა გააკეთა ნიკი, აი ხო. კი ბატონო, ეგ მართალია. ოპენია როგორ ხარ? რა მოხდა? ხმარისთვის. აა. მოდი გავყვეთ ახლა რა, პირველი რაუნდი. მაიც ანუ დაუმიუცეს რამე? არა, ბიჭო, მოგესალმებით. ჩვენ გაგვიჭედა. ოპენია როგორ ხარ? აა. ზიები. მოდი გავყვეთ ახლა რა, პირველი რაუნდი. პირველი რაუნდი, ნიკი,
შენგან გადავიწყებ. ტექნიკური ბევრი შეცდომა მქონდა, რომელშიც ბიტზე ჩერდებოდი, სუნთქვა არ ყოფნი და რაღაც მარცვლებს ყავდი. ხო რა, იყო ტექნიკური შეცდომა, შეიძლება ყულისძვრალი იყო, შეიძლება იმისძვრალი იყო, რომ შენ ხო, იყო, რაც თავარია. მეორე გოჩა შენთან იყო როგორი ამბავი რა, მეტი მნიშვნელობა მიეცი სიტყვებს, ვიდრე ბიტზე უნდა ყოფილიყო რა, მეტი მნიშვნელობა ქონდა რა, იმიტომ რომ ეს ბიტი მეტ გაძლევდა იმისთვის რომ შენ გესრიალა მაგანზე რა, მაგრამ სიტყვებს მიეცი მნიშვნელობა. ეგ ჩემთვის BPM-ზე მინუსად ითვლება, BPM-ზე. აკაპელა ძალიან, ანუ მესმოდა აქ რომ აკაპელა ყველას უსწორდება, მაგრამ ჟიურის წევრებისთვის არის ძალიან ცუდი ამბავი და რატო? იმიტომ რომ ყველა პონჩი გამახსოვდება ის მომენტი, როცა აკაპელაზე დუხით ბაზრობს რა რეპერი, იმიტომ რომ ყველა სიტყვა გარკვევით და ტექნიკურად გესმის რა, ბიტი არ არის იქ და სიცარიელია რა. გოჩა, ანუ ამაგას ვერ ჩავთვლი, აკაპელა მომენტებს ვერ ჩავთვლი, იმიტომ რომ ხო რა, ანუ მაგ მომენტებს ვერ ჩავთვლი. პირველი რაუნდი ვაზრობ, ჩემი ხმა პირველ რაუნდში გროტასკის აუცილებლად. გადავიდეთ მეორე რაუნდზე. მეორე რაუნდი იყო როგორი ამბავი. იქ გვაქვს ბიტში ისეთი ცვლილებები და ისეთი სვიჩები, რომელიც გამოყენებაც აუცილებელია რეპერისთვის რა. ეს მესმის რომ შეიძლება ბევრს არ ესმოდეს, მაგრამ აუცილებელია რომ მაგას შევუჯდე. მეთანხმები დიდი ალბათობით შენს და შენს რა, მაგ ამბავში. მან იყო როგორი პონტი რა. მეორე რაუნდში ტექნიკური მხარე უკეთესად შეასრულა ნიკი. ცოტა ნაკლებად შეასრულა გროტასკამ რა. მეორე რაუნდში ჩემი ხმა ნიკი სლოუს. Fair, ჯერჯერობით უსახავ. მესამე რაუნდში ტექნიკურად გამართული იყო ორივე რეპერი, იდეალურად შეასრულეს ორივემ, მაგრამ აქ იყო მიზანმიმართული პანჩები და იყო როგორ stand-up joke-ები, რომელიც აუცილებელია ჩემი აზრით ბეს რეპისთვის რა. ჩემი ხმაც ნიკი სლოუს. ახლა პირიქით არ იყო მაგაში? კი ჯოუქები იყო, მაგრამ ანუ უფრო ზედაპირული ჯოუქები იყო ნიკისგან და უფრო ჭკვიანური ჯოუქები იყო გორდასკის. ნებისმიერ ადამიანს რო ეტყვი ისეთ თემაში, ან ნებისმიერ რაოდენობა, ან ნებისმიერ ადამიანს არ. არ თალაგეთები არა, მაგრამ ანუ მე ხო. მგონი რომ მე ანუ მაგ აღწერთ მე მგონი პირიქით გროტასკს მიცედა. ხო, მეც ეგრე მეგონა. ხო. გოჩა ეს ყო აფასებს ბოლო? არა. ყველაზე ბებერი ფრეშმენი. ნაირაიმისთვის შევგვნათ ხმაური. აბა ვნახოთ. ამის შეფასებები მომწონდა. გამიმართლა მე რა. გამოგწონდა ამის შეფასებები. თქვა ძალიან არ მინდოდა. პელე და უი არა, ეს სხვა ადამიანია მობატის მხედველობაში ეს ლირიულია. ლირიული, ხო. ჟიურის წევრად, იმიტომ რომ ორივე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მაგაცები არიან, ჩათვალეთ. მაგრამ სუბიექტური გამოდის ეს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩემი ხმა მართლა გოჩას რა. არ ჩავშიკლი არაფერს. მოკლედ ვიტყვი რატომ. აი ძალიან პატარა გადახრით იყო. გოჩამ პირველ რიგში გამაკვირვა მართლა, იმიტომ რომ New School Beat-ებზე ისე მაგრად შეხვდა რომ მართლა ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან ძმაო. ნიკი ვერ გამაკვირვა, იმიტომ რომ ნიკი ისედაც ეგეთია, ვიცით ყველა. მაგრამ ჩემი აზრით ცოტა მეტი ფანჩი იყო გოჩასგან უფრო საინტერესო ჩემთვის. ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს და ესეთი დამოკიდებულება. არაშინია არავის ბუსი, აქ ვინც დგას სამივე კაცს რა. ხო და მოდი ოპენი არისთვის და ჩვენი MC-ებისთვის შევგნათ ხმაური ყველამ. ძალიან დიდი მადლობა. როგორ ახმები 2-1? ორი ნიკი ერთი. მეგობრებო, ეხლა ვიტყვი არა, ჩემს გვირიგით სიტყვებს და მე კაცო. ნიკი მოიგო, ჯიგარო. ვერ გაიგე? აი ვაი ბეიმან მეგონა გოჩას მისა საბოლოო. სხვა ვიდეოს უსმენ? სხვა ვიდეოს მაშინ რა ხდება? რამოდენიმე სიტყვით. მაგრამ მაგიტო თუ აღარ ჩავშლიო და მაგიტო ისტორიაში პირველად. ერთ თუთ შეიძლება შევამოწო რაღაცა. მე გეტყვი რა. ერთ შევამოწო. ერთ რაღაც მაინტერესებს. აი აქ. stand-up joke-ები, რომელიც აუცილებელია აა, ჩემი ბოლომდე. აზრით. გონაო ხო თქვი და ხო, იმას მეგონა მიცავ. გასაგები ეგ დავამახსოვრა მე მომპატიეთ. დიდი რთია, ვიცით ყველა. არაში ჩვენი და მე არტისტებს უნდათ თავიანთი სიტყვა, თავიანთი სიყვარული გაჩუქონ თქვენ რამოდენიმე სიტყვით. აი სამ ყვა გააგრძელოს. არ ვეთახმე. მარცვე. არა, თლად სასწაული რობერი არ იყო რა. ხო, ანუ რობერი არ არის, მაგრამ არ ვეთახმები რა მაგალითად. ანუ უფრო გროტასკმა მოიგო, მაგრამ ნიკის ძალიან ახლოს. საკაიფო იყო. ხო, ეხლა რომ მახსენდება, მაგრამ იმას არ უნდა მივექცოთ ყურადღება, ანუ ნიკი ისევ სმუდი იყო, მაგრამ ბევრი ის ქონდა. ჩაღლაბოდა რაღაცები, მაგრამ ეს სიტუაციის გამო იყო ალბათ. ხო. და ბევრი
ზოგადი რაღაცებით რა. არ ვიცი, ანუ პირველ ყოველას ძნელია ეს გაიხსნა ყველაფერი, მაგრამ მე უფრო ექსtra შეიძლება დამჩარო. გროტასკამ მოიგო, მაგრამ ნიკის გაიგო. მე როგორ ფიქრობ, ცი? ანუ თავისუფლად შეგიძლია ნებისმიერზე თქვა რომ მოიგო რა და ანუ საერთო ჯამში აზრის ამბავი გამოდის. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ისეთი არაა რომ აი ეს ამან უეჭველი მოიგო, ამას როგორ მოპარეს, ეგეთ თემა არა, არა. იმაზე შეიძლება ყურადღება გამახვილება. რაღაც ეგეთი არ უთხრა პინო. სიტყვებს დამეტანი გამახვილება ყურადღება და ფლოუზე ეგ არა რამდენად ანუ ბიჭო ორივე უნდა გქონდეს რა. ხო, ანუ სიტყვა ბიჭო, თან თვითონ ლაინი არ ქონდა ეგეთი გამარტყი ფლოუს თუ აზრი არ დევსო რა. ხო, ხო. ვერ იტყვი ეგრე. მაგრამ უყურე, გროტესკამ რაც ხდა პირველ რაუნდში, რომ მთელი პირველი რაუნდის 70% სტედმეტი მარცვალი ქონდა ჩატენილი, იმისთვის რომ თავის სათქმელი ეთქვა, მაგან გააფუჭა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მოსასმენად მაგარი უხეშია. ეგ რო ქონდა, კარგად ეგ სექცია. ჩემი აზრით მოიგებდა თავიდან ბოლომდე. ანუ შეგრი არ მახსოვს რამდენ მართლა ის ქონდა სტედმეტი მარცვალი ქონდა ჩატენილი თუ უბრალოდ შესრულების მომენტში ვერ ჩასვა ისე ხო, როგორც შეიძლება ეგეც იყო რომ შესრულებისას ვერ გააკეთა. შენ სახშიო სმუდლი წერდა იმეორე, ეგრე ვერასრულები იქ და შეიძლება მაგისტრალია უფრო. მე რაც შევამჩნია. მაგრამ მაინც ჩემთვის, მაგრამ ხოდაზე ვთქვი, მაგრამ პირველი გროტასკმა წაიღო, მეორე ნიკი, მესამე ახლო იყო, მაგრამ გროტასკმა. ხო, მეც მას მგონია კი, ახლო იყო რა, მაგრამ ანუ ვერ ვიტყვი რომ ანუ ორივე სამაგეო, ანუ overall ბეთლი კაი იყო, ორივეს ქონდა ამბობდი რამესაში გაწუდინე? 9-7 იყო იქეთ. არა მგონი ეგ ისმოდეს კაცო. overall ძალიან კაი ბეთლი იყო, ორივეს ქონდა ასეთ მომენტი რომ მაგრა გამისწორდა რა. კი. ანუ რა ვიცი რა. ძალიან close იყო. მე მაინც გროტასკას მოვაგებიებდი საბოლოო ჯამში. მაინც. მაგრამ ანუ ეგ საბოლოო ჯამში იქამდე მიდის რომ პირველი რაუნდი ვისმიეც. მე ხა ის მახსენდება რომ ძალიან მაგარი ბეთლი გაგვემაზა. რო ვერ ჩაატარეს. რომელი? რა და ამ დღის მე მედობოსე ტოტო უნდა ყოფილიყო. ეგ გაგვემაზა რა თქმა მე მაგის მაგრამ ველოდები ბიჭო იცი რა არის ერთ რაღაც ვიტყვი ამას კიდე რა. აკაპელები რო ჩაეთვალათ, აი მილიარდი პროცენტ მოგებული ქონდა. ხო, მაგრამ ვერ ჩათვლიდი ხა რაუნდ ნახევარი გამოდიოდა მაშინ ყოველ ჯერ ჩათვლი კი, მაგრამ რო ჩაეთვალა მოიგებდა, მაგრამ რო არ ჩათვალე ხო რა ფეარ შეფასება. შეიძლება მაგარი პირიქით უკანაც ძახია, იცი რატო? მე რას ვთქვი? შენ რო იძახი რომ აკაპელას არ ჩავთვლიო თავში რო იბეჭდა მაგას. შეიძლება შენ საერთო ჯამში აკლებ ხო, საერთო ჯამში იმაზე მეტი დააკლოვდი რომ დაგიკლო, იმიტომ რომ ხა იდეალურად ხო არ გასულს რომელ მომენტში მორჩა და რომელი მომენტიდან დაიწყო აკაპელა და შენ შეიძლება თქვა რომ კი ქონდა ბოლოს კაი რაღაცები, მაგრამ ეს აკაპელა იყო, მაგრამ შეიძლება ნაწილი ბიძზე იყო და ვერ გასაზრო. შეიძლება კი. აი სადმარხია საღლის თავი. მაინც მაგარი close-ია. აქ ხდება მე რა ვიცი. მოდი ჩავრთოთ, თორე ძალიან გაიწელა. ხო. მაგრამ ჯერ ვიტყვი პროექტის ისტორიაში პირველად. PvP Flows Open Air სეზონს გარე ბეტლის გამარჯვებულია MC ჩემგან ხელმარცხნივ აი მე ლიჩნად მოვედი ამისთვის bro აი ამისთვის მოვედი მე ვიცოდი აქ რაც მოხდებოდა რაღაც პონჩი ანუ ამას კი არ გეუბნები bro აი ხალხის პონჩი ვიცოდი ხალხს რა უნდა და მე ვწერდი ისე რაც მე მინდოდა რაც ხალხს უნდა და რაც PvP ანუ PvP რაც დაბადა და რაც შობა აი ეგ არის ჩემი მუღამი და მაგ პონჩი მოვედი და ძალიან მიხარია ეგ რომ მოხდა რა როგორც მოხდა ერთის მეორეს მესამეც whatever შევხად ერთი ხმაურით გეხვეტებით ხველას ვინც ბუს ხვიროდა და არ ხვიროდა და კიდე ერთმანეთს გეხვეტებით არაფერი არ ამოჭრათ bro რომ ყველა მიცოდეს რა როგორი იყო უნდა მოიგო. აკაპელა ნაწილები ბიჭო დიდი ხანი იყო. სეზონის ნახევარფინალები გვაქვს. საფხულის ბოლოს იქნება ფინალის. ჩვენ დავიწყებთ მეოთხე სეზონს და მე აქ ამდენი ადამიანის წინ მინდა ერთი რამე ვთქვა. მეოთხე სეზონში სამწუხაროდ ბებერი ლომები არ გვყავს და მე მინდა გროტასკს ხოლო თქვენ აბსოლუტურად ყველამ რომ მეოთხე სეზონში მიიღოს მონაწილეობა და გვარეილოს ყველამ. აბა რა! უეჭველი. საკაიფო იქნება. კი, უეჭველი. ცოტა დახვეწოს კიდე რაღაცები და კი. ერთ რაღაცას ვიტყვი რა, ბოდიში, მოკლედ რაც თქვი რა, ანუ ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება, ღირს რა, ამა და ახლა რა ენერგიასაც ვიღებთ, მეც და შენც, ეს ამათ ღირს რა. აქ იმიტომ ვდგავარ, მელიჩნად იმიტომ ვდგავარ და იმიტომ ჩვენ ბებრებს ალბათ მაგიტომ მოგვიწია შეხვედრა, რომ აი ეს ცეცხლი დაგვენ თუ აქ რა, რომ პატარა თაობა რომ შემოქმედავს, მოინდომოს რომ გვაჯობოს უეჭველი რა და დღეს მე და შენ ისევ წადეთ რომ ჩვენ თაობებს ვაჯობეთ კიდე რაღაცებში, მე ფანჩებს მოუმატე, შენ მოუმატე. მოკლედ, ეს არა არსი ვისი თქვას მინდა. ეხლა მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა რა, როგორც ვიცი, გოჩა ამ დღეებში უნდა გახდეს мама. და მინდა რომ დიდი ხმაური შევქნათ და ბრო გილოსავ კბილი ეპიზოდი. მამების კლუბში. კარგი ნოტაზე მთავრდება. ერთი დიდი ხმაური შევქნათ გოჩას მომავალში. აბა რა შეგვიძლია?
აი, კაი ჟესტია ეს პირველი ბოლო. გოგო სელექტა გვეყოლება, ხო? აბარა, მეგობრებო, მე მინდა ჩემი სიყვარული გითხრათ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, როგორ მოდიხარ ჩვენთან გულშემატკივრად გვამხნევებთ. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა. მართლა, რამდენი რეპერიც არ უნდა იყოს, რამდენად მაგარი პროექტიც არ უნდა იყოს, ჩვენზე არ მაქვს საუბარი. ზოგადად ყველა პროექტზე. თქვენს გარეშე, ნამდვილი მაყურებლების გარეშე, ნამდვილი გულშემატკივრების გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა და მადლობა რომ ესეთი მაგარი გულშემატკივრები ყავს Flow Flows, იმიტომ რომ დღეს აქ ვართ და ხვალაც აქ ვიქნებით. დამიჯერეთ, მორიგი ბეტლით და რა თქმა უნდა, live performance ყველაც აქ ვიქნებით და მიჯერო. Little does he know. სამწუხაროდ Moments before disaster. ყვაბა რიცოდა რა მოხდებოდა. რაც სამწუხაროდ დღეს ვერ შემოგთავაზეთ. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი არტისტებისთვის ხმაური შექმნათ გულიანად. აი მორჩა. მე ძალიან მინდა დოდომედმოსის ყურება და ძალიან მეწყიდა რომ არ ჩატარა და ეხა ძალიან იმიტომ რომ ყურება მაგას. რა არის თარიღი მიახლოებით? არაფერი არ ვიცი ჯერ, რავი თუ იცით რამე კომენტარებში მაგ ბეთზე დაწერეთ, იმიტომ რომ მე მგონი ჯერ არაფერი არ დაგეგმილი. და კიდევ დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ბეთლზე? აუ დოდომედმოსე მაგრამ მინდა. ორივე მაგრამ მევასება და წი თან დოდომ რო თქვა რომ წლის დასწრებული ქონდა ტექსტიო, აი მაგრამ მაინტერესებდა დოტრას ვაცდა. ზუსტად. აუ ძალიან მინდა ეგ ბეთლი. მალე გააკეთეთ please. ნახვამდული. წილებისა